მე ვარ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლალი აივაზაშვილი. ვერთვები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის შემეცნებით პროექტში გაავრცელა ქართული სპორტის ისტორია, რომლის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო. ქართული სპორტის ისტორიას გავაგრძელებ ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილის ისტორიით. ქართული სპორტის სახელოვანი ისტორიის გავრცელება ახლა შენზეა. იყავი შემდეგი შენ. ალექსანდრე ამისულაშვილი 1982 წლის 20 აგვისტოს თელავში დაიბადა და დიდი ფეხბურთის თამაშიც თელავშივე კახეთის შემადგენლობაში დაიწყო. 1998-99 წლების სეზონში ალეკომ კახეთის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. კახეთის შემდეგ ამისულაშვილმა ჯერ ქუთაისის ტორპედოში განაგრძო კარიერა, მერე სამტრედიის იბერიაში მოსიჯა ძალივი. 2001 წელს კი ჩვენი საამაყო ქალაქელი ბიჭი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდში თბილისის დინამოში გადავიდა და 2003 წლამდე მის შემადგენლობაში 85 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 ბურთი გაიტანა. 2003 წლიდან ალეკო ამისულაშვილმა უცხოეთს მიაშურა და ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ისეთ გუნდებში ითამაშა, როგორებიც იყვნენ კიევის დინამო, დნეპროპეტროვსკის დნეპრი, სიმფეროპოლის ტავრია, იაროსლავის შინიკი, ნალჩიკის სპარტაკი, თურქეთის ქაისერისფორი, რუსეთის კრასნოდარი, სამარის კრილია სოვეტოვი, ბაქოს ინტერი და თურქეთის ქარშიაქა. მოთამაშის კარიერა კი 2016 წელს დინამოში დასრულდა. ალეკო ამისულაშვილმა საკლუბოს გარდა სანაკრებო მატჩებიც მრავლად ითამაშა. მან საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა. 21 წლამდელთა გუნდში 4-ჯერ გამოიძახეს. 2002 წლიდან კი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული გუნდის მაისური ჩაიცვა და მის შემადგენლობაში არც მეტი არც ნაკლები 50 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 4 გოლი და რამდენჯერმე ნაკრებს უკაპიტნა. ალეკო ამისულაშვილს არც ტიტულები აკლია. იგი 2015-16 წლების სეზონში თბილისის დინამოს შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ამავე სეზონში მოიგო ქვეყნის დავით ყიფიანის სახელობის თასიც. ალეკოს აგრეთვე მოგებული აქვს საქართველოს სუპერთასი 2006 წელს და მის ყულაბაშია 2014-15 წლების აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის მედალით ბაქოს ინტერის შემადგენლობაში მოპოვებული. უკვე გითხარით, რომ ალეკო ამისულაშვილმა მოთამაშის კარიერა 2016 წელს დაასრულა და იმავე წლის ზაფხულში თავის მეგობრებთან სოსო გრიშიკაშვილთან და ირაკლი ვაშაკიძესთან ერთად საფეხბურთო კლუბი თელავი დააარსა. ჩვენი ქალაქის საამაყო გუნდი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა ყველაზე დაბალი ლიგიდან, რეგიონალ ლიგიდან დაიწყო, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებით გადადიოდა ლიგიდან ლიგაში და დღეს ჩვენი ქალაქის გუნდი 13 წლიანი შესვლების შემდეგ კვლავ უმაღლეს ლიგაშია. მადლობა ყურადღებისთვის, იყავი შემდეგი შენ. გიწევთ ყველას.